ერთი ხმა მაღალი მისგან მე არ მახსოვს. თქვენი სახელი და გვარი რაფერ გიწერია შენ საბუთებში? ვაშალომიძე ცისანა ვანოს სასული. ვაშალომიძე ქმარის გვარზე ხარ? ქმარის გვარზე ვარ ხო? თქვენ ლომთათიძე ხართ? კი, ლომთათიძე ვარ. ცისანოებია, შენ ნაშრომი ხარ, დიდი ნაშრომი ხარ? კი, ბაღნობიდან დაწყებული ნაშრომი. რატომ ვიყავი ბაღნობას, რიზა შრომობ? იზა ვიყავი ჩვენ ოთხეულები ვიყავით ოჯახში. რატომ ვიყავით ოთხეულები? მამასაც მამა დაიგარქა ჯარში. ჯარში დაიგარქა. ნახევარდამდია მე. თქვენ საიყავით მეწიეთში? მეწიეთში. მეწიეთში ახლა გურული ოჯახი აღარა? ის 2009 რაგერ. დარჩენილი. ხო, აქეთ ჯვარს უდახოდი და აქეთ გადმოგმართვათ, რა იქით არავინ არა. იმ მეწიეთის ეზო რაფერი იყო მომიყევი? რაფერი ეზო იყო? რაფერი და გადასწარევი მიწა იყო. წამა უკუმაგან დაიღო, წამა გამოვიდოდა და კაი იყო მოსავლიანი. მდინარე ახლოს ჰქონდა, კაი სოფელი ჰქონდა ძალიან კაი. თქვენი საკმარი ყველაფერი მოდიოდა? კი. რას მეიყვანდა დედა თქვენი? ყველაფერი ჭადი, ბოსნეული, ყველაფერი მოვამდა. საკმარისი იყო? კი. ამდენი ავანტყოფობა და არ იყო კიდე? საიღო ავანტყოფობა. გიზარდე სუნეწონალი ადამიანები. დედა თქვენი ყოჩაღი ხალი იყო? რა ეხნა რომ მარე ყოჩაღა ოთხეულები დავრჩით. უსახკაროთ. სახლი არ ქონდა? სახლი საცხა ქონდა. სახლი დახსნილი არ ქონდა, საცხა იყო ნაყიდი და იმან მე მამაჩემ უნდა იგარქა გადმოგვიშვა იქიდან გადახტილი მარ ქონდა ფული და წამოვედით საცხა დავსახტით იქიდან ნალიედაგა დედაჩემმა და ნალიაშქვეში იყო შემოფარგლული. ხო. და სიგრძის ლოგინი იყო ხის გაკეთებული და იმაზე დაგვაწვენდა და გადმოვარდა ზაღნები თვითონ გადაგუწებოდა ასე გვერდზე. ასე გევიზარდე ბაღნობას. ზე გაჭირება გაქნა ნახე. მელი არ მაქვს მე. აქანე მევედი და შრომა და მერე საწყმა ჩემმა თლაგუდობა და ხათავს. თქვენი ქმარი მშრომელი იყო? კი, უსწავლო შრომელი იყო. არ დისვენებდა ერთუց. არჩენ არ დაგასვენებდა? მე ალა სხვათა შორის ბოსტანი და ყანა და რამე ჩემი საქმე არ იყო. ბოსტანიც არა? არა. ჩაში. ბოსტანი ხომ გურიაში ხალის საქმეა? ია, მაგრამ მაგენი ისე იყო მიჩეული კაცები ყოლა თვითონ აგასებენ ბოსტანს. მართლა? ხო და მე ჩაში და სახში საჭმელი და დასმელი და არა ჩაი შენშობოდი? კი, ჩას მეშობოდი. 100 კილომეტრი ნუ ხშირად მომგრებია მარტოს ხო. შენ იდროი მოგენატრება? კაი დრო იყო. ჩაი რომ მუშაობდა, კაი ნამდვილად ენატრება. იმის რომ მე ხალხი იყო, ტიალი იყო, ახლა ფეშონდაქცია დაგმატურაჟებია. გადატიალებული იყო ყორფელი, ხალხი იყო ქუჩაში, ჩაში, იმაში. ახლა რაფერი აღარ ანენ, რაღაც იჩაია, მისლა, მოსლა, სიტყვა. რა შეიცვალა? დროი. ხო და რამ შეცვალა აი დროი? ჩვენ ხომ არ შევცვალა? მე რა ვიცი რა შეცვალა დროი. სხვაფერი ხალხი გახდა ხო? სხვაფერი ნამეტარი ცივი ხალხი გახდა. ხო მაგრამ აი თბილი და მოყვასი ხალხი საწევიდა. რა ვიცი საწევიდა. სიტყვა იყო მეტი, სინდის ნამოსი იყო მეტი. და სიხარულიც იყო მეტი, თუ მუშაობდი მე მაგალითად და დაღლას ორგზნობდი. ოჯახში ქათამი წყდა, ინდაური წყდა, ღორი წყდა, ოროლი ძროხა წყდა. მარტო ხელაქალი ვიყავი ორი ბაღნებით. ყველაფერს უვლიდი. და ხალისი მქონდა. ახლანდელ ახალგაზრდას აღაფერი აღამდივი. ახალგაზრდა ვერ შობი? არ უნდები. თუ არ უნდა ქეიყოს, იყიდოს ყველი. იყიდოს, მაგრამ ვერ მივაყოლე გემო იმ ნაყიდს, ვერ შევეგბუე. სახში ჯობია შენ. სახში ჯობია, მაგრამ მარტო ყველზე ხარ აღზრდა საქმე. ძეია, მაწონია, ეგერ მას მოაჯობ ნადუღარია. ხო და ხვავია. რუსთაველ ჯორთ მათი მიზახი. ხო ქევარ? ქევარ და ბევრ გვაქვს. აქანე მეზობლები არის თუ წასულია ბევრი? არა, ჩვენ ვართ აი ორი ლელა მესამე. ცისანოებია, თქვენ სიყვარულით გამოთხოვილი ხართ აქა? თუ გარიგები? ასე მამიაჩემთან ვიყავი, მამიდა ყავდა ზიანში. აქანი? ხო. ეს ვიყავი მაგასთან ჩამოსული, ჩასკრებთი ფული მეშნოდა და წამეცნიერა ცხა. მამიაჩემთან. და მამიდამ გაგაცნო. კარგი მართლა ჩემ დედამთილს მიეწონა წიგილში ვახტი მამიდაჩემს. ისინი მიეწონა ჩემ დედამთილს და მე წევიდა საქმე მოგეთ ჩემი მამიდაშვილი წევიდა ჩემი ძმაიჩამი იყვანა იქით აქეთ ისე ლაპარაკით და შევარებული და არ ყოფილა. მე ხო შეგიყვარდა? მე საქმელია. მე იმფერაჩი უყვარდა რომ მე მიყვებოდა თლათ რომ წევიდა. ოი, ეთქვე. ახლა ჩავიაცვია. კაი ხარ მოვდა, კაი ყავდა, კაი. შენი პატივისცემელი იყო, მოყვარული? კი, ერთი ხმა მაღალი მისგან მე არ მახსოვს.
არ მოგიშლი და ეს ლახასაფერზე რომ ეთედიოთ, მაგრამ ახლა ხომ ხარ ყოჩაღად ხომ ხარ? ოჩაღობა ქვია მას. არა, გინაშ დაახარ არა, ლაპარაკობ. მასე კი გაზო მაგდა აზრი კი ვარ სიტყვა მაგონება და თვალი და ყური ნამდვილად არ მაშვება რა. და ახლა დამტროვილ ხარ და პაცა ჯოხით რომ გაიარო რა უჭირს? და ფერი. კარგად იყავი სულ დიდხანს იყავი. ყოჩაღად იყავი. მაინც შემინება რა. აბა ვისია? უფლის. ხო? აბა ამ ბოლოს შენ მორწმუნე გახდი? მორწმუნე ახლა ურწმუნო მიდღმჯერ ვიღარ. არა. არა, ახლა ეკლესიაში და მასში ადაბდიოდი თორა ურწმუნო მიდღმჯერ ვიღარ. მართლა? აბა საკაია. ყველაფერი სწამლა, ყველაფერი მასშევა, მაგრამ ჯერავდა. დილას რომ გეიღვიძებ, რა შეხვეწები ღმერთს? საღამოს ვხვეწები ღმერთო, ჩემი შვილები მიყვოფე კარგად მე. თინდა ჩემი ყველაფერი კარგად ამყოფე მე. ხელაშვილი. დილას ვამბი, მადლობა ღმერთს რომ ცოცხალი არ. რომ გამიდენდა. არა, სანადრელი. კი, კი. კარგად გამყოფე. რამდენის გახდი ახლა თქვენ 80? მე 91 და ზერე მქანი ისე 88-ზე ვხვდები. 91 ზე დავწეროთ 88-ის თუ ხარ. მოტყუებული გა? ასე აი პენსია მუწი ხომის ომი ყველაფერი. საბუთები აქვს. ამის წინა თქვენი გამოგზავნილი რომ იყო. ტელევიზია რომ იყო. ქვეყანაში გვიდა 90 მეძლის აფერაო. რა ფერაა და ჩახედეთ პასპორტში და ნახავთ რა ფერაა. ხო. საბუთი რა ფერიცაა, ისია საქმე.